მოგესალმები ჩვენი საიტის მსმენელს და მკითხველს და ამჯერად დაპირებისამებრ წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ სტუმარს ჯავა ბოჯგუა. ჯავა, როგორ ხარ? არაჩვეულებრივი. რაღაცა ძალიან ისეთი მზადებაში ხარ ხო? მე მგონი ახლა შემოვედი რაღაც ისეთი ატმოსფერო, რომ რაღაც ის ემზადები ხო? როგორც ყოველთვის ხო? მზადებაში ვარ ნამდვილად, იმიტომ რომ ჯერ არაჩვეულებრივი დღესასწაულია გიორგობა დაემთხვა ჩემი ალბომის პრეზენტაცია, სოლო კონცერტი. და გამოდი 6 მაისია საუბარი. მაისს ავტომატურად ვარ დადებაში და პრეზენტაცია დაწყობა არაჩვეულებრივი მოგდრავით. ისე შენგან ახალი ხილი არ არის, სულ რაღაცის მზადებაშია და სულ რაღაცას აკეთებ ხოლმე და ახლა მაინტერესებს ფაქტობრივად თქვი კიდევაც ახალი ალბომის პრეზენტაციაა. მოდი ძალიან მოკლედ მითხარი, ეს რა ალბომზეა საუბარი? ეს ალბომი არის სახელწოდებით 13, იმიტომ 13 არის ჩემი უსაყვარლესი ციფრი, რით და აქ გამოდიოდა დავიბადე 13 რიცხვში, თვითონ მას და 13 სიმღერა შევიყვანე და 13 დავიფიცოთ ალბომს. აჰა, ეს 13 სიმღერა ახლებიც არის. ახლები, არანაირი ძველი სიმღერა არ არის შესული, ახალი რეპერტუარია, ახალგაზრდა კომპოზიტორების და ფიქრობ რომ ალბათ საინტერესო ალბომი. ამ 13-ში არის შესული დუეტი რამე შენი? დუეტი არის შესული ჩემი კოლხურ ტრიოსთან და ნინი შერმადინთან. აჰა. ხო, დადება უკვე ფაქტობრივად მოჩენილია და ახლა უკვე გავდივარ იმ რაღაც ნიუანსებს, რომელიც უკვე სცენის გაფორმება, რაღაც დეკორაცია და განათება და რაღაც ხმა. ასაგები და ეს ხდება რესტორან აფხაზეთში რამდენადაც მოხდა. რესტორანი აფხაზეთი, იმიტომ რომ მომავალ რაღაც დევიზია ისეთი რომ გაიმართოს აფხაზეთში ეს ღონე. სიტყვა მოიტანა და ჟურნალისტებთან როგორ დამოკიდებულება გაქვს ამჯერად? ნუ ნორმალურია ხო მე მოგიხარო ის ყოველკვირეული რესპონდენტი ვარ და რაღაც ისეთი. არა, ყოველთვის არაჩვეულებრივი თვითონს ყოველასთან. აი თუ არსებობენ გამაღიზიანებელი ჟურნალისტები შემთხვევით, რომლებიც რაღაც არასერიოზული კითხვებიდან დაწყებენ. არ ვაკეთებ მე უკვე ისეთ რაღაც საფუძველს არ მიცევ არავის რომ რაღაც გამაღიზიანებელი იყოს და აქედან გამომდინარე ყოველთვის არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. იყო მე ვფიქრობ რომ ალბათ არ უნდა თვითონ რესპონდენტზე ძალიან დიდი რამე დამოკიდებული და როცა საფუძველს არ მიცევ აქედან გამომდინარე შენ ახლა დავიჭირე ერთ სიტყვა თქვი რომ უკვე აღარ ვაკეთებ, რა ადრე აკეთებდი ხოლმე? ადრე მეოსებოდა რაღაც სკანდალები, რაღაც იცი და ბოლო ჩემი ორი ალბომი არც ერთ ალბომის ყდაზე არ არის ჩემი ფოტო. იმიტომ რომ მე ახლა 2008 წელს რა ფოტო უნდა გადავიღო ისეთი რომ გავაკვირო რა ქვია დღეს მყიდველი და მოხმარებელი და აქედან გამომდინარე რაღაც პერიოდები მქონდა ისეთი რომ რაღაც მეოსებოდა ეს თილიდან ხმაური ყველაფერზე ჩხუბი და რაღაც სიტუაცია მაგრამ მე ვფიქრობ როგორი რეპერტუარი შევიდა ჩემ ბოლო ალბომში ალბათ იმის დინებას ვიყვები და უკვე რაღაც შევიცვალე პატარა ხوارა ვარ 29 წელი. ეგ უნდა მეკითხე ხა რამდენი წლის ხარ ხო? 33 მართ გახდი 29 წლის ხოლმე შორის გუშინ ვამბობდი ახლა რომ მოვუსმენი ამ ალბომს რაც შედის სიმღერები. ასე არ ვფიქრობდი 2 წლის წინ ვერ წარმოვიდგინე თუ წყნარ სიმღერას ქალაქურ ჟანრს თუ შევასრულებდი და რაღაცა და მე ვფიქრობ ალბათ ასაკი თავისაშვება და ის ტენდენცია დღეს რაც ქართული არის ალბათ მაინც ამოტივდება უკვე ის ქართული ყველაფერი და მე ვფიქრობ ალბათ დინებას მივყვები. გასაგებია, იცი რა მინდა რომ კითხო, ახლა 29 წლის ვარ და ამას წინათ ჩვენი საიტის კი ინფორმაცია გავრცელდა პრესის საშუალებით, რომ აი ასაკთან დაკავშირებით გეკითხები, თითქოს ცოლის მოყვანას უნდა აპირებდე სასექტემბროდ, როგორც მახსოვს ასეთი. და ეს ასაკი ისეთი მაქვს, რომ გინდა არ გინდა, ახლა ოჯახი თავისას აკეთებს და რაღაცა სიმპათიები მაქვს გარკვეული და აუცილებლად ოჯახი დედაჩემი და აი თუ შემოემატება ერთი სული და სადაც ანუ ეს სერიოზული განაცხადია უკვე იქნება ძალიან მალე ამაზე ალბათ მე აფიშირება არ მინდა ამისი და არანაირი რეკლამა ამის ხო მაგრამ როცა პოპულარულ ადამიანს ასეთი რაღაცა ნაბიჯია ოთხოში ამით ახლა არ მინდა რომ გაგეთეს რაღაც ისეთი ინტერვიუები და ისინი ოთხოში ნამდვილად ვავს იდეაში კი არა ეს უკვე გადაწყვეტილი არის რომ ნამდვილად და რამდენადაც ვიცი არის ჩვენი შოუ ბიზნესის წარმომადგენელი არა კინამდე გიყავი ამის საერთო კატეგორიული და მე ვფიქრობ აი რატო არ გინდა ცოლი შოუ ბიზნესიდან ასეთ სულის სახელია ქალებს შოუ ბიზნესი ცოტა ისეთი სული საკითხია ქართული მაინც მე ვფიქრობ რომ ალბათ არასასრული მომენტია მაინც ყველა მამაკაცი ეჭვიანია და ქართველი მით უმეტეს და მე ვფიქრობ რომ მე ეჭვიანი ვარ კი შენს მიმართ თუ იქნებიან ეჭვიანი მაშინ როგორ იქნებიან საფუძველი შობა არ მიცე და ისე იყოს ეჭვიანი მაგრამ მე საკმაოდ ზედმეტად ეჭვიანი ვარ ყველანაირი საკითხში საქმეში თქმა უნდა ეს უკვე მე ინტიმურ თემაზე ცხოვრებაში ვსაუბრობ პრესაში და საერთოდ მე ვფიქრობ რომ ალბათ ძალიან კარგი. ახლა იცი რა მაინტერესებს, საზღვარგარეთ შენი სიმღერები ძალიან პოპულარულია, დიდი გადაწერის რაოდენობით სარგებლობს. იციან ვინ არის ჯავა ბოჯგუა, უსმენენ ჯავა ბოჯგუას სიმღერებს.
რას ნიშნავს შენთვის ყავდეს უცხოეთში მსმენელი? შენ იცი რასაც ნიშნავს ყავდეს საქართველოში მსმენელი, ანუ ისინი მოდიან შენ კონცერტებზე, ყიდულობენ შენ დისკებს, შენ კასეტებს. რა არის იცი რომ ბოლო 1 წელი ნამდვილად, იმიტომ რომ ეხლა მქონდა რეგიონებში გასვლა და ეს არ იყო დაფინანსებული კონცერტი, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა. იყო, იმიტომ რომ რაიონში ტელევიზია, ადგილობრივი ტელევიზიას არავინ არ უყურებს და აქ რო ჩამედო დაუშვათ იმ პროდიუსერებს თვით არხებთან არხებზე რეკლამების ძალიან დიდი თანხები იყო და ჭეშმარიტი მსმენელი მოვიდა, იმიტომ რომ ბილეთი როცა გაიყიდება ღია კასაზე, ესე იგი უყურხარ ხალხს და ალბათ მოსულ შენი შემოქმედება. რამდენი კონცერტი გააკეთე? ეს იყო სულ და სადღაც 11 კონცერტზე საუბარი და 11-ვე კონცერტი იყო ანშლაგი და მე ვფიქრობ რომ ალბათ წარმოიდგინეთ, ესე იგი ქუთაისში მივდივარ ხვალ კონცერტი მაქვს განმეორებითი კონცერტი მესხიშვილის სახელობის თეატრში და იგივე ორგანიზატორი უკვე ვიდეოზია საუბარი. მივდივარ, ანუ 14-ში მქონდა სიყვარულის დღე, ეს დღე ადრე მქონდა. შევხვდეთ სიყვარულის დღეს ერთად რა? და მე მაქვს უკვე რა ქვია სოლო კონცერტია საუბარი ეს სოლო კონცერტი მე არც კონცერტზე ხოლმე შეიძლება ტურისტები გავიტანო ეგ არის თორე აბსოლუტურად არის ჩემ კონცერტზე საუბარი და მე ვფიქრობ ალბათ ანუ კმაყოფილი ხარ იმით რაც მოიარე ფაქტობრივად 11 ქალაქი ცოტა არ არის იგივე ახლა საზღვარგარეთაც თუ არიან ძალიან ბევრი ქართველები არიან და მე რა თქმა უნდა ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა სტიმულია როცა იწერს და მე ვფიქრობ 5 კაცის რომ მოვიდეს ჩემი ჭეშმარიტი სუნელი მე 8 კაცი დარბაზში ავკები და ვიმღერებ იმიტომ რომ ის 5-იც უკვე მოვიდა შესაძლებლად და ანუ შენ არ გაქვს ეგრეთ წოდებული ვარსკვლავური მანია რომ დარბაზის ავსე უნდა იყოს მართლა ჭეშმარიტი სუნელი არ გინდა ამ იმას საკმაოდ ეს აშლაგის სკოლას უნდა არის და აშლაგის სკოლას უნდა ეს უკვე ერთ-ერთი სტიმულია მაგრამ უფრო მეტი სტიმულია დაუშვათ ხო არა აუცილებელი მაინც და მაინც 1000 კაცი დარბაზში 1000 ვეიტეს ხო რო იყოს გარკვეული რაოდენობაც მე მაგათვისაც ვიმღერებ იმიტომ რომ ის ხალხი მოვიდა და აი ამ ტურნედან ყველაზე მეტად რომელი სცენარი დაგამახსოვდა ქუთაისი იყო რაღაც ის არაჩვეულებრივი ეს იყო საოცრად შეკრული საღამო თითქოს ყველა ახლობელი ის და მეგონა ხო არის დაუშვათ მე ვფიქრობ რომ 8 კაციან დარბაზში მეორე 800 იყო მოსული სულ ყველა სიმღერის სმენა აყოლება სიმღერაზე აი არაჩვეულებრივი სცენარი იყო და რუსთავი ანუ მოგეწონა იდეალური სცენარი რუსთავი და ქუთაისი აი ქუთაისი გამოვაჩვენე და ქუთაისი იყო არაჩვეულებრივი აი ვერა გიხდი ისეთი და ახლა საუბარი არ ამაქვს უკვე აბაშაზე და სამტრედიაზე ხამაინც აბაშაზე ჩემი კუთხეა და მეგრელოსი და ახალსახანაკთან და მაგრამ ქუთაისი გამოვაჩვენე ჯაბა იცი რა მაინტერესებს შენ რა გაქვს დავთარ პროფესიით ვინ ხარ მე ვარ დამთავრებული ვარ თეატრალური სამსახიობო ეს კოლეჯი მაგრამ მე მეხმარება იცი სამსახიობო ოსტატობა იმაში რომ მე ფაქტიურად როცა გავ მიზანსცენებს და შოუებს მათ თუ არა გაქვს ეს რაღაცა ნიჭი აქედან გამომდინარე სანამ შენთან ინტერვიუზე მოვიდოდით რამდენიმე ადამიანმა რომელმაც შენ უნდა დაგახასიათოს თქვა ასეთ ჯაბარის ემოციური მიზანდასახული სწრაფად ფეთქდება მაგრამ სწრაფადვე რიგდება აი როგორია ჯავაბოჯგო ადამიანებთან ურთიერთობა რა აღიზიანებს რა მოსწონს რა არ მოსწონს ამ ბოლო პერიოდში არ ყოფილი არანაირი პროვოკაციას და არანაირი ნერვს იმიტომ რომ ახლა ეკლესიაში დავდივარ ამ ბოლო პერიოდში და ნერვები რო ძალიან ცუდ მდგომარეობაში მქონდა და არაფერდა შეიძლება მეყვირა და ძალიან ჩხუბი ამეტეხა ეხლა ჩვენს ვაყენები ამით ზიანს და შეტევაზე მომდიოდა გული. აი მაგ მივდიოდა. ეხლა არ მომდის არანაირი შეტევა, არანაირი რამე, იმიტომ რომ კატანასწორებული ვარ და ამყავს ჩემი თავი ხელში და შეგვიძლია და გვარად უსმენ არასაციამოვნო დაუშვათ მოდის ვიღაცა და რაღაცა ხდება ნიუანსი და არ ყოფი ამას და პროვოკაციას არ ვქონი და ჩვეულებრივად უყურებ და შეიძლება გულში უფრო ცოტა ვატრიალდი ამ ყველაფერს მაგრამ ვიჩვენია გულში ჩავაყურე ყველაფერი ვიდრე გამოხატო თუ გამოხატე ძალიან ცუდია. აჰა რატო იცი მე ჩვენა მკითხველმაც იცის მენელმაც იცის რომ შენ გულთან დაკავშირებული პრობლემები გქონდა სერიოზულ ოპერაციებში მე ქიმიით დადიოდი ხოლმე ეხლა გადასხმის ვიკეთებ როგორც წინასწარ რომ ამზადებ ამ ყველაფერს გაზაფხული ძალიან ცუდი პერიოდია ამ დაავადებისთვის და რა დაავადება ეს? ეს არის მოსიციმი არითმია გულის ისეთი რომელსაც არანაირი წამალი არ ხსნის ეს არის უკვე რეანიმაციული შარება ჭირდება ამ ყველაფერს როცა შეტევა მოდის და თავისუფლად მოწყობილ შეტევა არ მოდის იმიტომ რომ მაინც ჩემი ყველაზე დიდი კურნალობა არის ნერვების გაწონასწორება და თავში აყვანა ხელის და აქედან გამომდინარე ამ ყავსება. აი როგორ ისვენებ? აი შეიძლება ვისვენებ. აი როგორ მაგ მუსიკის მოსმენით, ზღვაზე სიარული, მარტო კონცერტში ჩათაობით თუ არ მიყვარს საერთოდ, აი ადამიანებს საერთოდ შესვლა არ ვიცი კომპიუტერში. აი არანაირად, იმიტომ რომ არანაირი საკონია.
მინდა გითხრა არაფერი არ დაკლებია პირიქით. ხო, ისე რა ტელეფონით საუბარში ერთობი ძალიან ბევრს და დავდი ვარ ქალაქიდან თავშეთ ერთი დღე ორი დღით და აი რომ ვიცი ისეთ ადამიანთან ვარ და ისეთ გარემოცვაში რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტი ის მუხტი რომ სიამოვნეს და რომ მიყვარს იმ ადამიანის გვერდზე ვარ თუგით ერთი ღამე და თუგით ერთი საათი და 2 საათი. საუბარია სამეგობრო წრეზე? არა ეს დასადებად ესეთი თემა ეს უცებ ინტიმურია მაგრამ საუბარი ანუ მე რითი ვარ ყველაზე თავისუფალი აი როდის ვარ კარგად. როდის ხარ კარგად? აი როცა გავდი ვარ და ვაკეთებ ჩემ თავზე. და სულ მაინტერესებს როგორ ხა ესეთი გამონაკლისი ეს არის ჩემი ფანი გამოდის მოსტავიდან ჯაბა ბოჭბო შარვალზე ყველგან ატერია. აჰა მე მინდა დავადასტურო ეხლა არ ვიცი ჩვენ ამას რამდენად მოვახერხებთ ამას. აი წარმოგიდგენთ ესო 99 წლიდან ჩემი შემოქმედება რამე თუ ამოსულა ჟურნალი გაზეთი ასეებს და გაკეთებული მთელი ჩემი ალბომი. კაი, მოდი ჩავწოთ ეს ადამიანი საუბარში და ვთქვათ ის ვინც არის ეს ადამიანი რომ სვენელმა დაგვიწყო. აღნიშნო რომ მომაგნო ინტერვიუთი ჟურნალის სადაც აღნიშნე რომ სამთო-ქიმიაში მაქვს ოფისი და ვერ მოვედი აძებს დის დათმა იყო მეგონა როცა მოვიდა ჩემთან და იმდენად სიყვარულით გამოხატა ამ ადამიანის მიმართ ხო აი რა ვიცი რა შეიძლება ეხლა გადავიღეთ ერთობლივი ფოტოები სხვათა შორის გამოტანე მე ეგ ფოტო და დავმესწავ ჩვენ გასა და ეს ფოტო ამიტომ კარგი მოდი ზის დარტყმაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ ახლა მოდი სვენელმა რომ არ ჩაგვითვალოს ეს რამე იმათ ხო დადგმულ კურიოზად საუბარში შემოგესვა თქვენი სახელი და გვარი გოგონი ლიკა კაბეშავიძე ეხა ჯაბარასაც იძახის ადასტურებ ყველაფერს ხო? მე მას ვადასტურებ ახლა გავწიო ფრიად შესანიშნავი შავალი რომელსაც მარჯვენა ტოტზე ჯაბა აწევია და მარცხენაზე ბოჭგუა და რაღაცა მე მგონი ასეთ ჩარგლები არ იყიდება და სპეციალურად გაკეთებულია? კი, დიახ. ეს რასთან დაკავშირებულია? რატო გააკეთე? მაგრად მიყვარს, ფანი ვარ. აი რა გიყვარს ჯაბასი ყველაზე მეტად? სიმღერები თვითონ პიროვნება ადამიანი გიждები. და მართლა იცი ზეპირად ამის სიმღერები და კი. 15 წლიანი არსებობის მანძილზე ბევრი ფანი მინახავს ვენებ გადაჭრილი გოგოები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესეთი სერიოზული რამდენი წლის ხარ კითხვა მაქვს ესე თუ შეიძლება რომ უთხრა? 21. გასაგებია. ჯაბა, რა ვიცი, მე არაფერი არ მეთქვის, ახლა უყურებ ამ ადამიანს და გაოგნებული ვარ მეთქვი, ვერ ვიტყვი, მაგრამ აჰა. რა ვიცი, იქ რა მე ძალიან გახარებული ვარ. აი, გაოგნებული ვარ იმ დონეზე, რომ ესე ყოველთვის ამ ადამიანს ყოველთვის ჩემ კარები ყოველთვის ღია იქნება. ეხლა ჩემ კონცერტზე მოწვევი გაუსათე, გავატანო ახლა დღეს. და რა ვიცი, მე ვიხარია. მე ამან ისეთი არქივირებული კაცი ფაქტია, არქივი მომიტანა. აი, ვერ აგიხსნით რა, ისეთი არქივი, ეს აუცილებლობა. ამოჭრილი ჟურნალებიდან? ყველა ნომერი გაუცდენელი. საინტერესოა. მართლა გითხრა მე არ მიგვეს ესეთ რაღაცები, იმიტომ რომ მინახავს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აი ესეთი რაღაცა ძალიან იშვიათი, რომ ასე ჩვენი სიმპათიური გოგონა აი ესეთი თავგადაკრული ფანი იყოს, მაგრამ ვენების გადაწყვეტა არა, ხო? არა, დაუფარო. არა, დაუფარო. სამოდის რუსთავი და რა გავწევთ და მოდის თბილისში და სასახურში თქვენ მიიღებდი მაგრამ. ხო, ძალიან კარგი იდეები აქვს ლიკას, არის არაშუქი დიზაინერი, ნიჭი აქვს და სხვა შორის აქვს სურვილი რომ გამოაკეთოს უკვე რაღაც მისი კოლექცია. და მე შეგიძლია შევწყობ ხოლმე თურქეთში, როდესაც მიმგზავრები, რაღაც ქსოვილები რაღაც რო ჩამოტანოს შევწყობ ხოლმე და რაღაც გააკეთოს თავისი საქმე. რაც უდენ მოწონს. აჰა, შენ და თურქეთი მოიხავ სენელმა იცის შენმა რომ შენ თურქეთში მუშაობდი, მოღვაწეობდი თუ რა ვიცი რა დავარქვათ. ახლა რა შეხება გქონდა? არანაირი, ხოლმე მიდივარ საფულობით და დასვენებლად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი დიდი სკოლა იყო თურქეთი, რომელიც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა არანაირი სურვილი არ მაქვს თურქეთში მოღვაწეობის და მუშაობის, იმიტომ რომ მე ვერ გავხდი კლუბს, ღამის კლუბს, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იყო ჩემ კლიპებზე საუბარი თურქეთში გაურეთა და შესვლაზე. თუმცა მე ყველაზე რეიტინგულ ღამის კლუბში გამოვდიოდი და დღეს აქ რაც თურქული სერიოზული კომპანიები რაც ამით ქმნის, სხვა ჩემი მეგობრები არიან და აქედან გამომდინარე ერთადერთი რაშიც გამომადგა თურქეთი იმაშიც რომ აქ ხელშეწყობა მაქვს იმ ხალხისგან ვინც გავიცანე ადრე მათ. და კიდე თურქული ისი ძალიან კარგად გამოვიდა. კი, რა თქმა უნდა, კი, ენა ვიცი და ენას ვეყარება ყველაფერში. კარგია, ჯაბა იცი რა მაინტერესებს, ჩვენ საუბარი მით დავიწყეთ რომ იყავი ძალიან სკანდალური პიროვნება და ახლა ამბობ რომ აღარ ხარ იმ ასაკთან გამომდინარე ეს ერთი ფაქტორი და დაღვინდი, როგორც მივხვდი. მაგრამ შენზე ყოველთვის იყო ხოლმე სკანდალები და ჭორები და რა ვიცი, ყველაფერი ისი მოკლედ შენ და ჭორები რა გაღიზიანებდა ეს ჭორები თავის დროზე? ახლა მაგაზიანებს მე ვიცი რომ გაღიზიანებდა და ძალიან ისეთ გაღიზიანებდა რომ პასუხცემდი ხოლმე ყველა ჭორებს. მაგაზიანებს და როცა მაგაზიანებს ამას გამოხატავ ხოლმე. როგორ? თუმცა ზოგჯერ პიტაკები, ჩხუბით, თურითი.
რა თქმა უნდა, გინდა ძალიან ადვილი მეთოდი მაქვს, ძალიან კაი რეცეპტი მაქვს. უწერ ისეთ რეცეპტს, რომ ქვეყნის მასხარას და მაიმუნს სამუდამოდ და აქედან გამომდინარე ვერ ვიტან დარბაზში რო შევდივარ, როდესაც დიდი ღონისძიება და რამე რო არ წამოაძახო ეშინია და გარეთ მკოცნია. ამას საშუალებას ვერ ვიტან და აქედან გამომდინარე ასეთ დაკომპლექსებულ მომღერლებას და შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს საერთოდ ურჩევ იმ ნადავლადელ კოცნას საერთოდ შორს დადგენ. როცა გამარჯვებას აკითხე. ხო, ანუ ისეთ ხალხზე მასაუბარი, ვისაც რაღაცა აღელვებს. თორე მე არაფერი არ ბაღელობ და ძალიან თამამად შევდივარ დარბაზში და ძალიან თამამად ავდივარ ქალაქში და ყველაფერი ეს ისეთი კატეგორიის მომღერლების დაყოლადღებოთ, ვისაც რაღაცა მიუასებია ჩვენთან ურთიერთობაში. მიქარული რომ გაქვს. აი ქართულ შოუ ბიზნესზე რა სიტყვი ხა, მოდი მომღერლებზე მივედით და შენი შეფასება მითხარი ამ ჩვენი ეგრეთ წოდებულს რო ეძახიან ქართულ შოუ ბიზნესში, რომლის შეფასება რა უნდა გავაკეთოთ ძალიან მცირედი შეფასება შეიძლება ვიცი ამ ყველაფერს. ერთეული მომღერლებია, დღეს ვინც მუშაობს და ფულს აკეთებს. დანარჩენი მომღერლები დებენ ფულს და ყველა კონცერტზე რომ გამოვიდნენ, იქით ერთიან ფულს, აქედან გამომდინარე ძალიან ძნელია. აქ ისაუბრო ამ მომღერლებზე და იცი რა ყველა მიმღეროს რა, ერთ კონდე მივედი. ვისაც ემღერება, თვითონ სიამოვნებ, რა თქმა უნდა, არ გააღიზიანონ მსმენელი და მსმენელს ვერ გააღიზიანებენ, იმიტომ რომ დღეს მსმენელმა ტაში დაკვრა ისწავლა და გადმოწერა ისწავლა ჭეშმარიტი სიმღერების და აქედან გამომდინარე, ისეთ სიმღერას უკრავენ ტაში და მომღერლებს, რაც მართლა ამართლებს და აქედან გამომდინარე, იმღეროდა რომ რა უკრავენ ტაში კონდუქტებია. ერთღელ, ორჯერ, სამჯერ თავის იწავლა, ხო? ამიტომ კიდევ ძალიან ბევრი უკვე ეხლა უკვე გამორჩევა რაღაცა არ არის უკვე ესეთი სანაგვე არ არის რაც ადრე ხდებოდა რა. ანუ გათხრილური შოუ ბიზნესი გვაქვს უკვე? შენი ადგილი როგორ თვლი პოპულარული ხარ? იცი რა, მე პოპულარობაზე უფრო რო გავდივარ გარეთ და რო ხდება ხალხი და რომ რაღაც სიფოს გამოხატავენ, რა თქმა უნდა 100%-ით შეიძლება არ უყვარდე არავის, მაგრამ იცი რა, მე ვფიქრობ მომღერლის ცხოვრებაში, კარიერაში და ჩემს ასაკში 30% როცა ყავს ჭეშმარიტი მსმენელი და სიყვარული რო არის, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა და მე ჩემი ასაკზე უფრო დიდები მოვიდა ეს ქართულ ესადაზე და მე დაიმკვიდრეს ყველაფერი და მე ძალიან ტიმავს ჩემ ყველაფერი და მე 30 წლის მერე და 40 წლის მერე კიდე სხვა რაღაცებს ვაპირებ და აქედან გამომდინარე არ გეშინია მოკლედ ხო? არანაირად არ გეშინია და ეხლა მე ვიცი პენსიონერი მომღერლები რომლებიც ეხლა გამოჩნდა ქართულ ესადაზე და ძალიან ბევრია ეგეთი და მე ვფიქრობ რომ ალბათ მე ყველაფერი ტიმავს ვერავინ თუ გუშინ მოვიტაჭა ალბათ რაღაც ისეთები და ალბათ ისე როგორი წარმოგიდგენია შენი თავი 30-60 წლის ჯაბა ბოჭგუა რას უნდა აკეთებდეს? აი 60 წლის შეიძლება ისეთი აზრები გამიშლეს რომ აზრიული შოუ შეთავაზ რო ხარ სანაკაობრივი კარგი იცებო როგორ თამობე გული არ ბერდებაო ხო? გული არ ბერდება თავარია ფორმაში ვიყო ჭამო მოუკლო რომ ფორმაში ვიყო ახლა გასკებული მეჩვენები? გასკებული ვარ კი ძალიან ბევრი ყვილები თუ გიყვარს? ძალიან ოჰო და პირველი კაცი რომელმაც აღიარა რომ ყვილები ბრედნით ყვილების გიყვარს? არა ბრედნით ყვილების გიყვარს? და აჩნია ხო ოსოში მე მათგება ეს ყვილები ზოგჯერ ისეთ საქმიანობაში მათგება რომ აი ვერ აგიხსნი და ამას იმ დონეზე დამაჯერებლად ხსნი ყველაფერს დააჯერებ და შენ მოგჯერა შენ ყვილებს ხო? ყველაზე თავი ეგ არის როცა შენ თვითონ ჯერა ამ ყვილების მაშინ ყოველთვის იმ ადამიანსაც მოაწყვეტ აქედან გამომდინარე თავის მომაწოდე ხა იცი რა აქედან გამომდინარე მაგრამ ამ ბოლო პერიოდში არ ვიტყუები იმიტომ არ ვიტყუები რომ ეხლა უკვე ძალიან ეხლა გუშინ წინ ვიყავი ცხედაში მამა გაბრიელის საფლავზე და იქ მთელი ისეთი ეკლესიაში დავდივარ იმის გამო რომ აი თითეული რაღაცები რომ მოვიდანიო დავშვა და რაღაცები და ბოლო პერიოდში ვიყავი ძალიან ცუდად ერთ-ერთი კვირა გადასხმაზე ვიყავი და ერთადერთი წამალი დაფიშობა მიშოვა ეკლესია და აქედან გამომდინარე ხა ვარიდებ ხა და რაღაცას მოვიტყვი მე უკვე რაღაც ვინანია ხოლმე მაგრამ წვილი ძალიან ანუ ნელ-ნელა ვცდილობ რომ რაღაცა ჩაგა მიყვარს წვილი ხო აი ძალიან მიყვარს ხო ისე რაღაცა სამენაზე ვიცი აზერბაიჯანულად ყოლე თურქულად და გასულად მეგრულად რა მეგრულად რა გასეცობა კარგი ჯაბა ყველაზე მეტად მე გავიგე რა გაღიზიანებს შენ რო გატყუებინის თუ გაღიზიანებს აქვე მოდი მაგრამ შუბა გავრეკო აი ახალგაზრდას მოგატყუეს ეხა მოგატყუეს და გაგეხუბრენ ხო რაღაც საოცრება შეტევა მომივიდა გულის ფარული კამერა ოინშოუზე გუშინ მოხდა ეს ყველაფერი და რო არ გავრეკავდი არ მეკონდა ну გაგაბეს ბოლო ჯერ იყო ძალიან კაი მიზანსა დადგმული იმიტომ ყველაფერი ქონდა გათვლილი რომ ფულზე რო ვაფრენ მეორე ესე იგი შეიძლება სულ სხვას მოვოდიო თქვენგან მაგრამ შეიძლება მიზანსა და მაგათ ეგონათ რომ მე სასწავლო სკანდალებს და ავარდებოდი და რაღაცა სიტუაციები იმ დონეზე რაღაცა აი ერთ რამეს ვიყრი რომ თურმე ეს ფარული კამერა ნამდვილად ყოფილა სიმართლე
მე მგონი რომ ადრე რაღაცა იცოდა და არა, აი არანაირად საფუძველი დაგოდა იმისა რომ მეჭვია და იმ დონეზე იყო ეს გაკეთებული. უბრალოდ იმისა რომ ვიცი რომ ზუსტად თავს არიდებდი ხოლმე მსგავს სიტუაციებში ჩავარდნას და ბევრი შეშლია. ბაკური მითქვა რომ ისეთმა ადამიანმა თქვა უარი ამის თანხმობაზე რომ ალბათ მართლა ჭკვიანი ყოფილა ვიღაცა იმიტომ რომ ეს იყო რაღაც საოცრება რა იმ დონეზე იყო და ქართულ მუსიკაში ვის უსმენ შენ მე უსმენ მაია ბარათაშვილს და მოგწონს ძალიან მომწონს კი ბატონო კიდე რა ესეთ გამოკვეთე მანქანაში რო ზიხარ რაგი ამ ინტერნეტში კი რა და კომპიუტერში რაღაც ჩართული თუ არ ძალიან მაგის რა ამას ძალიან ვიდეოდ ვაკლაინს უსმენ ჩემს რეპერტუარს და იმიტომ რომ ყოველთვის მინდა მე ნიუანსების შემოხსნა უკვე ვიცი და ახლა მე ვფიქრობ რომ ხმამაღლა ჩემი ალბომით 13 ეს არის გამართული არანაირი გაორკესტრება ყოფილა კომპიუტერიდან ეს ხდება ცოცხალი ინსტრუმენტებით გაორკესტრება სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ თითეული ინსტრუმენტი არის ცოცხალი აი თითეული ინსტრუმენტი არ ვაჭარბებ არაფერს ანუ შენ და ცოცხალი სიმღერა არ ახარ ჩორიშობს ხო არა ცოცხალი შევეწერე ხო ეს სიმღერა მეგონები არანჟირების არანჟირება გავიგებ მე გეკითხები ახლა რა თქმა უნდა იცი და უკვე არანაირი დაკუთვა არ აქვს კომპიუტერული ეს არის ყველაფერი ეკეთებული ისე და ძალიან დიდი ხანი მომიდა მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც თვეების ხარისხი ეს არის ჩემი მე-13 ალბომი სახელწოდებით ღირებული მე ვფიქრობ ალბათ ნამდვილად შეაფასებს სვენელი და ვინც შეიძლება ამ ალბომს ძალიან კარგი იმედი მაქვს მოეწონებათ და კიდე ერთი შეკითხვა მაქვს შენ სტუდენტობა ქონდა თურქეთში ხო მე სწავლობდი მაგრამ ეს სტუდენტობა არ იყო მე დაუსწრებელზე ვიყავი ფაქტობრივად და ეს ჩვენ სანაკოშის ტრადიცია და თუ დიპლომი არ აგავს და თუ რაღაც არ აგავს შეიძლება რაღაცა უკვე ჩამოწერილი არა უკვე აღარ არის ტრადიცია უკვე ისწავლეს რომ ცოტა უკვე აქედან გამომდინარე მე ცოდის თვალსაზრისით არ შესულა იქ მე მყავდა ძალიან ბევრი ახლობლები ამ თეატრალური უნივერსიტეტის მეშვეულებებიც ვინც იყო და ვინც იყვნენ პირველი პირები და აქედან გამომდინარე უშუალოდ მეგობრულად და ახლობლად წლის გადავაგორე წელი 5 წელი და როგორი ახალგაზრდობა მყავს გარანტსმენელი ეს დილობა როგორი აქვს მოქცევის კულტურა როგორი აქვს თუ იცი სწავლისადმი მიდრეკილება თუ აქვს ამახა შენი გადასახედა საერთოდ თუ უყურებ ამ ყველას ძალიან უძელი თაობაა ზოგიერთი მაგრამ ეს არის უკვე ოჯახის ბრალი როცა შეიძლება მე მყავს ძალიან ბევრი ზარები და ამას არასდროს უყურე საუბნები ტელეფონში ისეთ რაღაცას საუბნები რომ როჯერ აკეთებ შენ ნომერს აგინე რა უნდა სულ ისეთ კაი რაღაცას საუბნები და ძალიან განვითარებული თაობა მოდის აი შეიძლება ვთქვა რომ ისეთი განვითარებული თაობა იმ ასაკში მე წარმოგიდგენია და ძალიან ბევრ რამეზე და დღეს ერთ-ერთ ოჯახში ვიყავი და 3 წლის ბავშვთან ჩამირთო ჩემი სიმღერები კომპიუტერში შევიდა გამოიძია რაღაცა ჩატვე გამოჭერ გავრეკე ინაგამ აი არ ვაჭერებ არაფერს და ისე რა თავარია გადაბატებული უძდელი არ იყო ბავშვი უძდელი უნდა იყოს ცოტა რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან განვითარებული თაობა მოდის აი საშინლად განვითარებული თაობა და მე როგორ ფიქრობ ეს კარგია ზედმეტად პროგრესული ну да, это მეტობა არაფერს შედაგები, მაგრამ რაღაც ოჯახს აქვს ძალიან დიდი დამოკიდებულება მაინც ბავშვის აღზრდაში. და დედა და მამა ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ალბათ ოჯახური გარემოსა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოზარდში. შენ როგორი მამა იქნები, როგორ გონია? მე ალბათ შეიძლება გამკაცრები ვიყო. იმიტომ რომ მე ისეთი ნიუანსები მქონდა ჩემს ახალგაზრდობაში, ბავშვობაში იმ ნიუანსებს გავითვალისწინებ, რომელიც არა ამისაღები. და ალბათ აქ გამოდოდა ძალიან კაცრები ხარ. ანუ იგივე შეცდომებს არ დააშვებინებ შენ შვილს? რა თქმა უნდა, შეცდომები და ოღონდ დღეს უცდომები არავინ არა, მაგრამ ეხლა ამ ჩემი ცხოვრების გამოსტილები და სხვანაირად შევხედავ ამ ყველაფერს და ვიცი რომ ალბათ უფრო კაცრები ვიქნები და ეს გამომადგება. და ვიცი ზუსტად როგორ უნდა აღიზარდოს ბიჭის და გოგოს. აჰა. ეგა ყველაზე მთავარი. ამასაც ხედავ ჯერ არ მშობელი, მაგრამ მომავალი მშობელი, მაგრამ მშობელი ვიქნები და თქმა უნდა. რა თქმა. კარგი, გასაგებ მოდი ჩვენი საუბარი დასასრულისკენ წავიყვანოთ და რამე ისეთ სათქმელი თუ ქონე ოდესმე რომელიც არც არ გითქვას, მაგრამ ყოველთვის გინდოდა რომ გეთქვა და გეზარებოდა. ან არ ქონდა სიტუაცია, ან არ გინდოდა მე ყველაზე ბედნიერი ვარ ამ წელს. 2000-ში. 2007-დან 2008-ში. რა გაგებით? აი რაღაცა ბედნიერი ვარ. და აქედან გამომდინარე 7 ხარ? შემოქმედებითაც ბედნიერი ვარ. 7 ვარ, რა თქმა უნდა, გაწონასწორებული ვარ და რა ადამიანს ვინც უსმენ ჩემს სიმღერებს ისე 1000-იანი მნიშვნელობა რა აქვს რა არანაირი ვისაც ნამდვილად აინტერესებს ჩემი სახელგვარი შემოქმედება ეს ყოველთვის მოგხდი და მე ვეცდები რომ
მაგათ მივაწვინო ისეთი ჩაბაბოჭი გქონდა ვანახო ისეთი ჩაბაბოჭი გქონდა როგორიც მაგათ მოწონს და მე შეძლებს და გვარად გავაკეთებ ამ ყველაფერს რომ დარჩეს თითოეული ადამიანი კმაყოფილი. შენ და პოლიტიკა ახლა ისეთი დროა რომ არ კითხვა არ შეიძლება. არც ერთ რა პრეზიდენტის არჩევნებში არ მონაწილეობდა. სამეგრელოს პულში ქონდა შემოთავაზება, წინა სამეგრელოს რეგიონებში ქონდა შემოთავაზება ქონდა რომ რა ქვია მიმიღო მონაწილეობა, მაგრამ კატეგორიული უარი ვთქვი ამ რატო ვთქვი კატეგორიული პოლიტიკის საგამო თუ კონკრეტული პერსონა არის მომღერლები რომელიც არანაირ ამის არ უქმნის და ამ კომპეტენტურ პიროვნებას და მაინც ამ პროგრამაში. იცი რა მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება ასე და დღეს როდესაც პირ კომპანია ეკეთება მაჟორიტარისა თუ საპრეზიდენტო ისეთი სახეები უნდა იყოს შექმნილი რომელსაც ისტორია დღემდე ჩვენთვის ისტორია მაგალითად რანი ბრეგვაძე ბუბა კიგაბიძე და ამათი რაღაცა რო იყოს ხო პირ აქციები მე კიდე მეცეს მაგრამ ისეთ სახელმწიფოებს აცხადებენ რაიონებში რომ ხალხმა აზრია ვინ არა და ასეთ არ უკრავენ. ალბათ ეგ რეპერტუარის შესავსები რატო გასო ასეთ მომღერლებს რომელიც უკვე ისტორიას ეკუთვნის და მემატიანია მაგრამ რეპერტუარის გაჭირებაა ეგენ ძვირის ალბათ შესაბამისად მაგათ გადაუხადო ნამდა ხარეთი და ხალხი კმაყოფილი დავშეს ორმაგად და ქულები აიწიო უნდა იმუშაო იმ ბრენდებზე რომელიც უკვე არიან. შენ შემოგთავაზო მე შეხობით რა მოგო შემოთავაზო მე არ ვარ წესად ასეთი პარტიისთვის ნუ გამეწენდება ვინა ხალხს არ გააჩნია რამდენს გადაიხდია ნუ ახლა ყველაფერი ხო არ იყიდება რა მე არა ნუ ეს შენი საქმეა რა რატო უნდა გაკეთო მე ესე ვფიქრობ მე ვუხსოვდები პუბლიკას და ხალხს ვითვეთ აშ მიკრავს ეს ყველაფერი ჩაივლის და მაინც მძიმედ გაამახსოვდა ეს ხალხი დარჩება და აქედან გამომდინარე რა ქონდა ოსლოში რამდენი წელი არ შემოთავაზებია ეს დიდი პული და ახლა ერთი იმით არა მე არ ვარ მომხრე მე ვფიქრობ რომ უნდა შეიკავო თავი და უნდა გადახედო ამ ყველაფერს და ანალიზი გავუკეთო ვინ დაუშვა შეცდომა და ვინ არ დაუშვა შეცდომა სიგარეტებზე ისე ლაიტებს რა ერთი პაჭი შეიძლება მეხოს ერთი კვირა ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ არც ეწე კარგი დიდი მადლობა ჯავა იდეალისთვის ვალუოზი ჩვენი სვენელის სახელის და წარმატებებს გისურვებთ კარგი დიდი მადლობა